ევროკავშირის ელჩი რეჟიმის მიზანში. ივანიშვილის წარმომადგენლები პაվել ჰერჩინსკის ისევ თავს ესხმიან. ამჯერად დიპლომატის წინააღმდეგ განცხადებები ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა და პარლამენტის სპიკერმა ტაბახმელაში გააკეთეს. ისინი იუნკერთან მემორიალიდან დაუპირისპირდნენ გაერთიანების წარმომადგენელს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს 10 წლეულებია იცავს. სალომე ლაბაძემ მოისმინა, ჯერ კითხვები დაუსვა, შემდგომ კი პასუხები მოისმინა მათგან. სალომე გისმენთ. ამუშავებს თუ არა დიპლომატიურ მექანიზმებს პაվել ჰერჩინსკის წინააღმდეგ ქართული ოცნება და დაიბარებს თუ არა ევროკავშირის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის მთავარი კითხვა და ეჭვი, რომელიც გაჩნდა სწორედ მას შემდეგ, რაც იუნკერების მემორიალთან ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები მოვისმინეთ. ამ მემორიალთან მთავარ სასაუბრო თემად ოცნების ლიდერებმა გაიხადეს სწორედ ევროკავშირის ელჩის განცხადება, კერძოდ კი ჰერჩინსკის გზავნილი იმის შესახებ, რომ ბრიუსელი საქართველოში დაუსჯელობას, დაშინებას და ძალადობას არ შეეგუება და ასევე რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, პაվել ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ ახლა ერთსულოვნება მიღწეული არ არის, ევროგაერთიანება მუშაობს იმისთვის, რომ მაინც მოხერხდეს პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაკისრება. როგორც ჩანს, განსაკუთრებით გამაღიზიანებელი და შემაშფოთებელი ქართული ოცნებისთვის სწორედ ეს პერსპექტივაა და დღეს ივანიშვილის პარტიის ლიდერებმა თქვეს კიდეც, რომ ჰერჩინსკი ამ განცხადებით ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის პოზიციას, მათ შორის სლოვაკეთისა და უნგრეთის პოზიციებს არ წარმოადგენს. თუმცა ევროგაერთიანება ხო სწორედ სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის დასაძლევად მუშაობს, რაც ჰერჩინსკის გარდა ასევე აღნიშნა კაია კალასმაც, რის გამოც კაია კალასის გახდა დღეს ამ მემორიალიდან ქართული ოცნების თავდასხმის სამიზნე. კალასმა თქვა ისიც, რომ აუცილებელია ყველა იმ ადამიანის გათავისუფლება, რომელიც ამ საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავა ქართულმა ოცნებამ. საპასუხოდ ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ბრიუსელის გემოვნებით არ გადაწყვეტენ ისინი ვის დააკავებენ ან ვის გაათავისუფლებენ, მიგვითითებენ კანონის უზენაესობაზე, რომლის ფარგლებშიც უნდა ვთქვათ, რომ ამ დროისთვის ქართულ ოცნებას სისტემის ერთი წარმომადგენელი, ანუ ერთი მოძალადე, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველიც კი არ ყავს იდენტიფიცირებული არათუ დასჯილი. ევროკავშირის ელჩი დამარცხდა არჩევნებში და ისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით. თქვენ გახსოვთ, ის ღია დაწარმოებდა კამპანიას კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ, არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული. ის პირდაპირ მოქმედებს deep state-ის დავალებების ქვეშ, აქედან გამომდინარე მისი მდგომარეობა არ არის იოლი. ბატონმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს კი არ შეუჩერებია მანამდე ევროინტეგრაცია არამედ შეუჩერებია ქართულ ოცნებას. თვითონ მე აიხლართა საკუთარ ტყუილებში. კაცი გამოდის და თვალში ნაცარს აყრის ქართულ საზოგადოებას. ამბობს, რომ იყო მშვიდობიანი მიტინგები. ბატონი ჰერჩინსკი ვის წარმოადგენს? წარმოადგენს ევროკავშირის რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამორჩევიან ქართული ხალხის მიმართ, არ წარმოადგენს ის უნგრეთს, არ წარმოადგენს ის სლოვაკეთს. ანუ რა გადაწყვეტილებებს მიღებული არ არის, რატომ აძლევს თავისუფლება, რომ ისაუბროს აქ ვიღაცის დასჯაზე მუშაობს. ურჩევდი, რომ ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს, ის არც პროკურორად დაუნიშნავს აქვს ევროკავშირს და არც აგრემანი არ მიგვიწია ჩვენ მისთვის როგორც პროკურორისთვის საქართველოში. ესეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ ერთ თავში იყოს თავმოყრილი მასში პროკურორის, ადვოკატის, ბრალდებელიც, მოსამართლეც და მე შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მის ხელში იყოს, მე მგონი ამ აცდენილი არის იმას თუ რას ნიშნავს ელჩობა. პარტნიორებზე თავდასხმისთვის, როგორც უკვე გითხარით, ქართულმა ოცნებამ იუნკერების მემორიალი გამოიყენა, სადაც ისინი დღეს მოვიდნენ და მოვიდა აქ სალომე ზურაბიშვილის მოგვიანებით იმისთვის, რომ პატივი მიეგო ასევე საბჭოთა რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნისათვის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც მოვისმინეთ. ჩვენ ამის შემდეგ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს არ გამორჩენია, რომ ვერც ამ თემაზე საუბრიდან და ვერც აქედან ვერ გაბედა ქართულმა ოცნებამ რუსეთის ხსენება, რაც ზურაბიშვილის განმარტებით არის მორიგი დასტური იმის, რომ ამ გმირების ღვაწლის ნამდვილი დამფასებელი სულაც არ არის ივანიშვილის პარტია. ვინც დღეს აქ მოვიდა და მოკიბული ენით რუსეთიც ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი, მართლაც მეხოტბე და ერთგული. იმიტომ რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, ვინც ტაბახმელაზე და კოჯორში იბრძოდნენ ბოლომდე, კი არ დაუთმეს ქვეყანა, კი არ დაწვენ, კი არ დაიჩოქეს. იდგენ და ერთმანეთს
ეხმარებოდნენ, ერთმანეთს გადაიფარებდნენ და იყვნენ მდგრად იმთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი და დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენ სწორედ ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლის, იმ შემართების, იმ ქვეყნის მიმართ ერთგულების, რამაც მოგვიყვანა დღემდე. და დავუბრუნდეთ ისევ პაվել ჰერშისკის, მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის პარტიამ უარი განაცხადა ევროინტეგრაციაზე, რასაც ბუნებრივია მოყვა ევროკავშირის ელჩის კრიტიკაც, საჯარო განცხადებით დაემუქრა პაվել ჰერშინსკის ირაკლი კობახიძე, მან თქვა, რომ საჭიროა ევროკავშირის ელჩმა შეიცვალოს ქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ გამორიცხა მის წინააღმდეგ დიპლომატიური მექანიზმების ამუშავება, მათ შორის მისი დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღევანდელი განცხადებები კი ადასტურებს, რომ ევროკავშირის ელჩის პოზიციები ქართული ოცნებისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი ისევ არ არის.